საერთო მადლობა მოწვევისათვის მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გერმანიის მხრიდან სანქციები რას ნიშნავს? ალბათ ფართე მაყურებელს კარგად ესმის. გერმანია არის დღეს ევროკავშირისა და ამერიკასთან და ბრიტანეთთან ერთად ნატოს წამყვანი სახელმწიფო. ის სახელმწიფო, რომელმაც თავის დროზე ნატოში გაწევრიანებაში ხელი შეგვიშალა. პირველი იყო მაშინ მერკელის გერმანია, სამწუხაროდ გვახსოვს 2008 წლის ბუქარესტის სამიტი და გერმანია რჩება წამყვან ქვეყნად მსოფლიოში, არა მარტო ევროკავშირსა და ნატოს მასშტაბით. გერმანია არის მოწინავე დემოკრატია და მის სიტყვას თუ აბსოლუტურად განსაზღვრელი არა, ტონის მიმცემი ასე ვთქვათ მნიშვნელობა აქვს ყველა იმ ორგანიზაციაში, სადაც გერმანია არის და განსაკუთრებით ევროკავშირში. აქედან გამომდინარე, თქვენ კითხვაზე პასუხი მოყვება თუ არა ამას გარკვეულწილად დომინოს ეფექტი, დიახ, მოყვება, იმიტომ რომ გერმანია არის ის, რაც არის თავისი გავლენით და შესაძლებლობებით. სხვათა შორის, სწორედ აი ამას ელის ქართული საზოგადოება, მათ შორის ის, ვინც აი ამ წუთებში აი ახლა რუსთაველის გამზირზე დგას, ასე მეტი დღეა და იმედით შეყურებს მომავალს, მიუხედავად ამ რუსული მოღალატური კრიმინალური რეჟიმის ცინიზმისა და იმ უმსგავსო დამოკიდებულებისა, როგორც ის ეპყრობა საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომელსაც ღალატობს და საქართველოს ხალხს. და გონია რომ მას გაუვა ყველა ის სისაძაგლე, მამაძაღლობა და კანონის დარღვევა, რასაც ის ჩადის მთელი ამ წლების განმავლობაში. არა მარტო ამ ბოლო თვეების განმავლობაში. ამაზე ვისაუბროთ, ხო? აი როგორ არ გაუვა და რას აკეთებთ იმისთვის თქვენ პოლიტიკოსები, რომ ეს არ გაუვიდეს. და ხვდებით ალბათ, ხო, ამ კითხვას რატომაც ვსვამ, იმიტომ რომ ხშირად ისმის ეს კითხვა, ბევრია კრიტიკა ბოლო დროს სხვათა შორის, რომ აი რაღაც მეტი აქტიურობის მოლოდინი ოპოზიციის მხრიდან. ამის საპასუხოდ ჩვენ რაც მოვისმინეთ არის ის, რომ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად ოპოზიცია გეგმავს ერთობლივ ვიზიტებს. როგორ არ გაუვა, რას აპირებთ და არის თუ არა ეს საკმარისი, ან რა უნდა გააკეთდეს კიდევ? ალბათ ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში საზოგადოებამ კარგად იცის. ჩვენ უკვე მე-13 წელიწადია ამ რეჟიმს ვებძვით და ჩვენ 13 წლის წინ თქვით, რომ ხალხო არ მოტყუდეთ, არ შეგასდინოს აი ამ ვირეშმაკამ, ამ ოსტატ ბენდერმა და არ მიცეთ საშუალება, რომ ქვეყანა დააყენოს საქართველოს ღალატის გზაზე, რუსეთისკენ მიმავალ გზაზე და მე მგონი, როდესაც გონიერი ადამიანი პოლიტიკოს ქირაობს და ჩვენ ყველანი დაქირავებული სახელმწიფო მოხელეები ვართ, მაშინ როდესაც სახელმწიფოს სამსახურში ვართ და სახელმწიფოსგან თუ ხელისუფლებაში მოდიხარ, ხელფასს იღებ, ხალხისგან იღებ, როდესაც ქირაობ ვიღაცას, ხო, ისეც ქირაობ, ვინც კომპეტენტურია ამაში, ხო? ქირაობ ისეთ პოლიტიკოს, რომელმაც თავში რომ მოხვდა კომბალი, მაშინ კი არ იგზნო და დაინახა, არამედ მანამდე გაგაფრთხილა. აი ასეთი გჭირდება პოლიტიკოსი, ასეთი გჭირდება პოლიტიკური პარტია. ეს გასაგებია. ამიტომ ნაციონალურ მოძრაობა ახლაც ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ უკვე მე-13 წელიწადია. ვამხელთ ამ რეჟიმს, ველაპარაკებით ჩვენს ხალხს, ველაპარაკებით ჩვენს პარტნიორებს და ვებრძვით ამ რუსულ მოღალატურ რეჟიმს. ეს ბრძოლა ძალიან რთულია, განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობებს. ეხლა 1 და 2 თვე და 1 და 2 წელიწადი რომ შემოუერთდა აი ამ აბსოლუტურად ცხად ვითარებაში პოლიტიკურ პარტიებზე, იმაზე არ ვლაპარაკობ. ჩვენთვის, ჩვენ თავზე დოლაბის ქვა არ დატრიალებულა. ჩვენ ყავს მთავარი ლიდერი დღესაც საპყრობილეში, როგორც პუტინის მთავარი მძევალი. ჩვენმა ლიდერების ძალიან დიდმა ნაწილმა საპყრობილე გამოიარა 10,000-მდე ხო, ზოგმა არაერთხელ 10,000-მდე ჩვენმა წევრმა გაიარა პროკურატურა, გაიარა დევნა და ამ წუთას გრძელდება მათი დევნა. ეხლა სამსახურებიდან გამოყრაზე და მათი შვილების ნათესავების დატერორებაზე, ცემატყეპაზე, თავის გატეხვაზე, სროლაზე, ამაზე არ ვლაპარაკობ, ოფისის დარბევაზე. ამიტომ ნაციონალურ მოძრაობას ვერავინ ვერ
ვერ გვასწავლის ამ რეჟიმთან ბრძოლას, ვინც არ უნდა იყოს. სწავლებაზე არ არის, ბატონო გიორგი. აქ იმაზეა საუბარი, ეფექტური ნაბიჯები რა უნდა იყოს. საკმარისია ეს ნაბიჯები, რასაც აქამდე აი სწორედაც რომ ეფექტური კი არ ჭირდება. ერთობლივად მეტი ხომ არ გაგვთ გასაკეთებელი. ეკა სწორედაც რომ ეფექტური კი არ ჭირდება, ეფექტიანი ჭირდება. აბსოლუტურად გეთანხმებით. ანუ საჩვენებელი კი არ ჭირდება. ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლის ისტორია გაგვთ ამ რეჟიმთან, მაგრამ ვისაუბროთ იმაზე რა უნდა გაკეთდეს და ეხლა ხომ ვართ რაღაც ეტაპზე, როდესაც მართლა ზღვარზეა ქვეყანა, იმიტომ რომ ან ეს რეჟიმი დარჩება და ეს ქვეყანა დაიღუპება, ან ვიგებთ და რეჟიმს ვუშვებთ სახლში, ინიშნება ახალი არჩევნები, თავისუფლებიან პოლიტიკური ტყვეები და აგერ მიხეილ სააკაშვილი თქვენ თავადაც ახსენეთ, რომელიც არის ამ რეჟიმის პუტინის ტყვე. ვისაუბროთ იმაზე რა აკლია პროცესს, რა უნდა გააკეთოთ. ერთობლივი ვიზიტები საკმარისია, რისთვის არის ეს საჭირო? აი, ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ. ამ პროცესს აკლია სიმართლე და სიცხადე. იმიტომ რომ არიან დაკომპლექსებული ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კოცი უნდა მოიშორონ, მაგრამ ნაცი არ უნდა მოუშვან. აი ეს შემოგდებული კრემლის ასე ვთქვათ ნარატივი, რომ თურმე და ზოგი იქამდეც კი მივიდა, მენტალურად იქამდეც კი დაეცა, რომ ნაცი და კოცი ერთიაო ამბობს, ანუ ლაპარაკობენ, რომ რუსი არის ქართველი, რომ ქართველს ეძახიან, რომ შენ თურმე რატო დაიცავი შენი ქვეყანა და რუსი რატო არ გახდი და ეს ერთ და იგივე ყოფილა თურმე, იმიტომ რომ ამ რეჟიმის და პუტინის კარნახით ამ რეჟიმის თავარი ამოცანა იყო და რჩება, კიდევ ერთხელ გაუსვა ამას ხალხს, ნაციონალური მოძრაობის განადგურება და როდესაც შენ ეწერები იმ PR კამპანიაში იქნება თუ სხვა მოქმედებაში, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა გაანადგურო, ესე იგი შენ ან სასარგებლო იდიოტი ხარ და უბრალოდ ვერაცნობიერებ, ან კი პირდაპირ ვერაცნობიერებ რას აკეთებ, ან პირდაპირ ემსახურები რუსეთის ინტერესებს, ან უბრალოდ უსინდისო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებ, რაც ასევე რუსეთის ინტერესებში. ამ მიმართულებით ერთიანი ხედვა ბრძოლაში ერთად ყოფნა არის მნიშვნელოვანი ამას. სიმართლე, ამას ვამბობ სწორედ, რომ სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ ხნის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის დევნა იყო რუსული საქმის კეთება, ამ ხნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ლანძღვა და თათხვა იყო რუსული საქმის კეთება, რომ ეხლა ეს ყველაფერი უნდა შემოვატრიალო და სიმართლე უნდა ითქვას, რა იყო გეჩვენებათ ეს ბატონო. ხო, მე აბსოლუტურად რეალისტურად მეჩვენება, თუ კი ვსაუბრობთ პატიოსან საღადმოაზროვნე ადამიანებზე, რომლებმაც დაინახეს, რომ მოატყუეს, რომლებმაც დაინახეს, რომ გამოიყენეს და იტყვიან, რომ ეს შეცდომა იყო, ისევე როგორც ჩვენ შევძელით ჩვენ დროზე გვეთქვა, რომ რაც ჩვენი ხელისუფლების დროს იყო შეცდომა, არის შეცდომა, რაც ჩვენი ხელისუფლების დროს ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა, ის არის დანაშაული და იმ სხვა ადამიანზე, სხვა მოქალაქეზე, ვინც გაბრაზდა იმ დანაშაულზე, მეტად გავბრაზდი მე, იმიტომ რომ ჩემი ხელისუფლების მადესკრიტერიებელი იყო ეგ და ჩემი ხელისუფლების წინააღმდეგ და ჩვენი გუნდის წინააღმდეგ გამოიყენა რუსულმა პროპაგანდამ ყველაზე მეტად და ეფექტიანად. ამ კითხვაზე პასუხად, აი სწორედაც პირდაპირ სიტყვიერად ასე არ პასუხი მინდა რომ გაგცეთ. ანუ ქმედებებში შეიძლება აისახოს ეს ბატონ გიორგი. პირდაპირ პასუხი და მეგა სწორედაც რომ ეფექტური მოქმედება კი არ უნდა იყოს. საჩვენებლად ეფექტური, არამედ ეფექტიანი ამ ორ სიტყვას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ხო, არის, სწორედ ეფექტურობაზე მუშაობს ბევრი და არა ეფექტიანობაზე. ნუ ბევრს ერევა ეს სიტყვები და ერთ და იგივე გონიათ. ხო და ამიტომ ეფექტური კი არა და საჩვენებელი და რაღაცა რომ აი ვიღაცას აი ტანზე შემოიხებს კი არა, ეფექტიანი უნდა იყოს. ამიტომ თავარი არის შედეგი, ამიტომ რომ იყოს ეფექტიანი, უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე. ახლა მაინც უნდა ითქვას რა არის მართალი, რა არის ტყუილი, ცილისწამებას უნდა დავარქვათ. კითხეთ რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ, ნუღა გავიმეორებთ ამას, უბრალოდ მინდა რომ შემდეგი ფაზზე გადავიდეთ. აბსოლუტურად რეალისტურია, თუ კი ადამიანი არის, თქვი, ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: გონიერი და პატიოსანი. თუ ის ადამიანი დაინახავს, რომ ის გამოყენებული იქნა, ან მოატყუეს და ალაპარაკეს, არასწორი რაღაც ალაპარაკეს კრემლის პროპაგანდა, მან უნდა თქვას, რომ
მეც შემეშალა. რას ემსახურება ერთობლივი ვიზიტები და სალომე ზურაბიშვილის თან ერთად, რომელიც იგეგმება? რას ემსახურება? მიზანი რა აქვს? რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი? აი, ხედავთ რაიმე ქვეყნის გარეთ ჩვენ უნდა ვეცადოთ, გადავდოთ უკანა პლანზე აი ეს დღემდე არსებული უთანხმოებები, რომ ბევრმა დღემდე ვერ მოახერხა და ვერ დააღწია თავი კრემლის პროპაგანდას და აი ამ რიტორიკით ცხოვრობს, რომ კოცი უნდა გაუშვათ, მაგრამ ნაცი არ მოუშვათ. აი ეს სისულელე, ანუ ყველაზე პატრიოტული ძალა არ მოუშვათ, ყველაზე პატრიოტი და მებრძოლი პრეზიდენტი და მისი გუნდი არ იყოს იმ პროცესში ჩართული, რასაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გაგრძელება ქვია, რასაც იმ საქმის დასრულება ქვია, რაც სწორედ მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიასთან ერთად და ჩვენმა გუნდმა დავიწყეთ 2003 წლის ბოლოს, რასაც ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება ქვია, ხო? აი ეს უნდა დავასრულოთ და საქართველოს კვლავ დავაყენოთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. ამის დემონსტრირება უნდა აჩვენოთ ეხლა ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ აი ეს უთანხმოება გვერდზე გადავდოთ და რასაც ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ცდილობს და მუდმივად აკეთებს, ვისაუბროთ ერთი ხმით, ერთი ენით, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ ნებისმიერი თავისი პოლიტიკური გეგმების მქონე პოლიტიკური ლიდერი და აშკარაა, რომ ქალბატონ სალომეს თავის პოლიტიკური გეგმები აქვს და არაფერი ამაში დასაძრახი არ არის, თუმცა მანაც ვერ დააღწია თავი აი ამ კრემლის პროპაგანდისტულ ასე ვთქვათ გზავნილებს და კომპლექსებს. თქვენი აზრით რა არის? თვითონ ამბობს მე რატო ვილაპარაკო მის ნაცვლად, ის ამბობს, რომ ახალი პარტია უნდა შექმნას და ასე შემდეგ, ის არ აღიარებს პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურ ლიდერად და უფრო მეტიც ერთ-ორჯერ ენაც კი მოუბრუნდა და მისი კრიტიკა მოვისმინეთ მისგან, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ამას არ ვაყენებთ წინა პლანზე, გულთან ახლოს მიგვაქვს, მაგრამ მოქმედებთ გონებით და გვინდა ვიყოთ სწორედ ეფექტიანები, ამიტომ სადაც არის შესაძლებელი ერთიანობა, ვიყოთ ერთიანი, გამოვხატოთ იმ ადამიანების ძალიან ჭრელი, პოლიტიკურად ჭრელი და მრავალფეროვანი რუსთაველის გამზირის, ბათუმის აქციების, თელავის, ზუგდიდის, ქუთაისის აქციების თუ ნებისმიერი სხვა ქალაქის და სოფლის აქციების წარმომადგენლების და ამ აქციებში მონაწილე ჩვენი თანამოქალაქეების აზრი წარმოვაჩინოთ, იმათ არ აინტერესებს ჩვენი განსხვავებები, იმათ აინტერესებს საქართველოს გადარჩენა, ამას ითხოვს ხალხი, რომ საქართველოს ჩვენ ყველამ ერთად პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საერთოდ აი ამგვარ პროცესში არ ჩართულმა რიგითმა მოქალაქეებმა ყველამ ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ძალა ერთობაშია. ძალა არ არის მხოლოდ კოორდინაციაში, ძალა ერთიანობაშია, ერთობაშია, ასე წერია ჩვენს გერბს დევიზად. ეს არის ჩვენი დევიზით მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი გუნდის. ამიტომ ჩვენ ამ პრინციპებით მოქმედებდით, ვიმოქმედებთ და ამავდროულად უბრალოდ ახლა გვინდა რომ მოუწოდოთ ყველა ჩვენს კოლეგას ილაპარაკონ სიმართლე, შეძლონ გამოვიდნენ ამ პუტინისტური პროპაგანდის აი ამ ტყვეობიდან, აი ამ პიარის ტყვეობიდან და თქვან ყველაფერი რაც არის სიმართლე და აქედან გამომდინარე სიმართლით ჩვენ ყველანი ერთად დარწმუნებული ვარ ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ. მადლობა ბატონო. მადლობა ეკო. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები ჩვენს გუნდს, რომელიც არის მრავალ მილიონიანი, ეს არის მთელი საქართველო, ეს არ არის მხოლოდ ერთ და ორი პარტია, ჩვენ ყველანი ვართ საქართველო, აი როგორც ჩვენი ფეხბურთელების სლოგანი არის, რომ ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ ერთად, ერთიანობით, ერთიანი და გულწრფელი ბრძოლით და სიმართლით აუცილებლად გავიმარჯვებთ. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ მართლაც გვჭირდება ეხლა წარმატებები. გიორგი ბარამიძე, ერთიანობა